ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. საღამომშვიდობისა. დადგა ინფორმატორის მეოთხე ყველაზე ვრცელი გამოშვების დრო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უნდა გავიგოთ თუ რითი იყო საინტერესო 12 იანვარი ქართული და უცხოური შოუ-ბიზნესისათვის. ეთერშია პროგრამა ინფორმატორი ლუკასთან კომპანია ყაზბეგთან და ლაილაისთან ერთად. ანსამბლი ივერია მოსკოვში საგასტროლოდ ემზადება. ამჯერად რუსი მაყურებლის წინაშე ისინი ფიროსმანით წარდგებიან. ინფორმატორის გადამღები ჯგუფი ანსამბლის რეპეტიციას დაესწრო. ნახოთ სიუჟეტი. სპექტაკლი ფიროსმანი განახლდა და ელოდება რუსეთი. ჩავიტანოთ ეს სპექტაკლი და ელოდება ძალიან ბევრი ქვეყნის წარმომადგენელი. კიდევ რომ ლაპარაკია, წაიღონ ძალიან ბევრ ქვეყანაში ეს სპექტაკლი. მე ამაყება რომ აი ამ ქართული, ჩვენი ძირძველი ქართული სპექტაკლით მივდივარ, სადაც მოთავსებულია უამრავი სილამაზე, უამრავი ეს ქართული სული, რაც არსებობს, აბსოლუტურად ყველაფერი აქვს თითქმის მოთავსებული ბატონ ჯემალს აი ამ სპექტაკლში და მე მართლაც რომ ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ივერია ჩემთვის მეორე ოჯახია და მე მიხარია რომ აი ამ ადამიანებთან მიწევს კიდევ ერთ-ერთი ესეთი ლამაზი სპექტაკლის წაღება მოსკოვში. პირველი დადგმარი იყო ფიროსმანის 96 წელს, მაშინ ეს ჩემი პრემიერა იყო, ასე რომ გახსენებაა ძველის. პატარ-პატარა ცვლილებები შეტანილია და ძალიან საინტერესოა რაღაცა, ნაბიჯები გავაკეთეთ წინ. რუსიაში ჯერჯერობით მიუზიკლი არავის არ დაუდგამს. თან აი ამ მიუზიკლების ბუმისა და მიუზიკლების ჟანრის მიმართ ძალიან დიდი ინტერესის პერიოდში ვერც უცხოელებმა, ვერც რუსებმა რაღაცა ვერ შებედეს ამ დარბაზს. აი ჩვენ შეგნებულად წავედით ამ ნაბიჯს და ეს ყველაფერთან ერთად არის ძალიან დიდი აქცია და გარკვეულწილად გამოწვევაც კი. აი პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ დიდი ხანია ქართულ ესტრადას ასეთ მაღალ დონეზე გამოსვლის ჩაბარება არ მოსწევია. Себе не обещай, на тебя и дело мало улыбнулась и прощай. Жить в саду твоих видений, Маргариты нет нужды. Но когда ж берегся гений от любви да от беды. მართლაც უპრეცედენტო მოვლენაა და მე მეეჭვება რომ უახლოეს პერიოდში ეს განმეორდეს რომ ორი ქართული მიუზიკლი ერთდროულად იდგმებოდეს მოსკოვის ორ ცენტრალურ საკონცერტო არენაზე. ერთი ეს არის ვერნადსკის ცირკი, სადაც ჩვენს პარალელურად იმ პერიოდში კიდევ 6 თვე გაგრძელდება ჭკუტაგორცის წლის წარმოდგენებს გააგრძელეს რუსებმა კონტრაქტი და აი იმ დროს ჩვენ საკონცერტო დარბაზ რუსიაში ვაჩვენებთ ფიროსმანს. თბილისში ყველასთვის საყვარელი და სამწუხაროდ რუსეთში მცხოვრები მსახიობი იანინიძე იმყოფება. ჩვენ რა თქმა უნდა არ გავუშვით შესაძლებლობა ხელიდან და მას შევხვდით. რათა გაგვეგო თუ რა საქმიანობს იგი და რა გეგმები აქვს მომავალში. თეატრი მუშაობდი, გადასარევი თეატრი იყო, ეს ლიტუჩე მუშ ქვიოდა, გრიშა გურვიჩის თეატრი იყო. თეატრი იმით იყო კიდე საინტერესო, რომ მუსიკალური ძალიან კარგი მსახიობებით, რომლებიც ცეკვავენ და მღერიან, ეს იშვიათობაა. მოსკოვში არის ერთი კიდე ესეთი თეატრი ლენკომი, სადაც მსახიობები მღერიან და ცეკვავენ, მაგრამ ეს იყო განურჩეველი რაღაც. სხვანაირი გუნდი იყო მსახიობების. რაც ეხება ჩემ მოღვაწეობას, მე მღერი ვარ. დავდივარ კონცერტებზე, დავდივარ ჩემ ამხანაგებთან, ანუ ჩემ კოლეგებთან ერთად, ესენი მსახიობები არიან შოუ-ბიზნესიდან, მოსკოვში, მოსკოვის გარეთ დავდივართ, მოგზაურობთ და ძალიან საინტერესო კონცერტები გვაქვს. დღეს კიდე ის მინდა დავამატო, რომ ესე იგი
რუსულად ესე კულტურნი ატაშე, რასაც ქვია ჩემ თანამდებობას. ეს არის პირველი მე ესე იგი ლუშკოვის მერე, ვინც არის ესე იგი მოსკოვში რესინი, იმის კულტურნი ატაშე გავხდი სექტემბრიდან. ეხლა ჩამოვედით მე და ჩემი ქალიშვილი ახალი წელი, შობა ახალი წელი უნდა შევხვდეთ საქართველოში. ეს იყო ჩემი ნანატრი, ესე იგი, ესეთი ამ გრძნობით ჩამოვედით და აი ამ უდიდესი სიხარულით, რომ ჩემ ამ ხანაგებს ჩავეხუტო ჩემ მეგობრებს, ჩემ ნათესავებს, ვინც კი მომენატრა და ვინც ნუ არ ვიცი უდიდეს პატივს ვცემ. ყველა შეიძლება ვერ მოვასწარი და ვერ ვინახულე, ეს ჩემ ბრალი არ არის და ამიტომაც ეს ჩვენ ვიზიტად კი არა, ჩამოვედით ჩვენ სახლში. პირველად მე დედაჩემმა გამომიყვანა სცენაზე და ერთად მღეროდით და უხერხული ჩემთვის არ იყო არაფერში და ესე მე მიჭირს ახლა ქართულად ლაპარაკი, იმიტომ რომ იქ ვცხოვრობ და ვსწავლობ ხო და რუსეთში როცა ჩამოვედი, მღეროდა ვალერი მილაძე. და პირველად მე იქ კულისებში ვცეკვავდი და მე დედაჩემმა 5 წლის იყო. ხო, 5 წლის ვიყავი და დედაჩემი მეუნებოდა, წადი სცენაზე იცეკო. არა. ჩემი ხელით. ხო, მე ვუთხარი, არა, მცხვენია და დედა გამომიყვანა და ყველა ვალერის კი არ უყურებდა, მე მიყურებდნენ ყველა. მაქვს მე ხო პრიზი იმედი, რომელიც ესე ქვია და იმაზე მომწონს, რომ უკვე მე მაქვს იმედი, რომელიც მომეხმარება წინ რო წავიდე. ჩემი ჩანაფიქრი, რაც მე ძალიან მინდა, გავაკეთო ახლა რომ ჩავალ მოსკოვში, მექნება კიდევ ერთი საღამო. არაერთი, ახლა უკვე ლამაზად ისე მას ვაკეთებ, რომ რუსი მომღერლები და ჩვენი მომღერლები ვინც არიან, ისინი უნდა დავაკავშირო. ვაკეთებ ამას ძალიან ესეთი აი VIP დახურული ის იქნება, რა ქვია, ისეთი ხალხი მოვლენ, რომლებიც ესე იგი, ნუ აი ხვდებით. დანარჩენი ნელ-ნელა უკვე ნახოთ. შემოდგომის ყვავილებს დიდებასთან მივიდან ერთი შორი ოცნება მახსოვს და ველამოდიდა ვარდები არ არიან მაგრამ რამე ვარდება გულორა მოგივიდა გემართება გემოგერლოს დედა ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.